მოგესალმებით საქართველოს თავისუფალ მცირე-მეწარმეთა ასოციაციის სახელით ასოციაციის თავმჯდომარე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ყოფილი პარლამენტარი ანზორ საკანდელიძე. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ქუთაისში პარლამენტში მოხდა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა და მიღება. სამწუხაროდ უკვე მე რამდენად უკვე 8 წელიწადია ბიუჯეტში ვერაფრით ვერ ვახერხებთ. სოფლიო სტატისტიკით 90%-ით დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის დაფინანსებას. 2012 წელს მცირე მეწარმეობის აღორძინების პროგრამით ხელისუფლებაში მოსულმა ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ არც 2013 წელს არ დააფინანსა მცირე მეწარმეობა და ფაქტიურად უარი თქვა 2014 წლის ბიუჯეტში მცირე მეწარმეობის დაფინანსებაზე. ეს არის ძალიან სავალალო ფაქტი, რადგან მცირე მეწარმეობის გარეშე არ არსებობს მოსახლეობის დასაქმება და საქართველოს მოსახლეობა სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებ დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთი წლით კიდევ გაწირა უმუშევრობის სიღატაკისა და სამუშაოს საპოვნელად საზღვარგარეთ გადახვეწისათვის. ჩვენ ქონდა დიდი მოლოდინები, ვინაიდან გაგზავნილი ქონდა როგორც ძველი, ისე ახალი პრემიერ-მინისტრის სახელზე ოფიციალური წერილები, ჩვენი წინადადებებით, ჩვენი კონკრეტული პროგრამებით, რომლებიც მზად არის პრაქტიკული რეალიზაციისათვის. ასევე ფინანსთა მინისტრის ბატონი ნოდარ ხადურისადმი გაგზავნილი უამრავი ოფიციალური წერილი ქონდა. გამოქვეყნებული ქონდა ძალიან ბევრი საერთოდ მცირე მეწარმეობისა და მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პრობლემების შესახებ. ჩვენ როდესაც დავაარსეთ 1998 წელს ჩვენი ასოციაცია, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია, აი ამ წლიდან მოყოლებული დღემდე გამოქვეყნებული გვაქვს პრესაში, ჟურნალ გაზეთებში 500-ზე მეტი პუბლიკაცია ჩვენს ასოციაციას და მათ შორის 300 მაქვს მარტო მე. აი წელსაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ აი ამ თემასთან დაკავშირებით გავააქტიურეთ, რომ გვინდოდა რომ როგორმე ეს მომხდარიყო 2014 წლის ბიუჯეტში, ამიტომ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. გამოქვეყნებული გვაქვს ერთი 30-ზე მეტი პუბლიკაცია და მათ შორის 10-ზე მეტი გვაქვს მარტო ისეთ სოლიდურ ეკონომიკური პროფილის გაზეთში, როგორც არის რეზონანსი. სამწუხაროდ არაფერმა არ გაჭირა და ეხლა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ ჩვენი ასოციაციის სახელით მე ვაკეთებ განცხადებას და ამას აგიკითხავთ მოკლედ. 2013 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თითქმის ცარიელ სხდომათა დარბაზში 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ 15 წუთიანი მოხსენება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. როგორც ბოლო წლებში დამკვიდრებული წესი, სოფლიო სტატისტიკით მოსახლეობის 90%-ით დამსაქმებელი მცირე მეწარმეობა კვლავ იგნორირებულია და მერვე წელიწადია არ ფინანსდება. არადა 1999 წლიდან დაწყებული მცირე მეწარმეობას სისტემატურად აფინანსებდა შევარდნაძის ხელისუფლებას კი თავისი მწირი 600 მილიონიანი ლარის ბიუჯეტიდან. 2014 წლის 9 მილიარდიანი ლარის ბიუჯეტში კი მცირე მეწარმეობის აღორძინების პროგრამით ხელისუფლებაში მოსულმა კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებმა
მცირე მეწარმეობა 2013 წლის მსგავსად არც 2014 წლის ბიუჯეტში არ დააფინანსეს და ქართველი ხალხი ერთი წლით კვლავ გაწირეს უბიშევრობის, სიღატაკისა და ლუკმატყურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწისათვის. მთელი ქართველი ხალხის სამწუხაროდ პარლამენტმა ზედიზედ მერვედ მიიღო არა მცირე მეწარმეობრივი ბიუჯეტი. ამ წლის განმავლობაში ჩვენ სისტემატურად ვითხოვდით და დღესაც ვითხოვთ, რომ ბიუჯეტში მიზნობრივად მცირე მეწარმეობის აღორძინებისათვის ჩაიდვას 20 მილიონი ლარი და გამოცხადდეს ტენდერი მცირე მეწარმეობის საუკეთესო პროგრამაზე. იმედი გვაქვს ამ ტენდერს მოვიგებთ ჩვენს მიერ დამუშავებული და დაპატენტებული უნიკალური პროგრამით, რომელიც განთავსებულია Facebook-ზე თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია. ამავე Facebook-ზეა განთავსებული ასევე ჩვენს მიერ დამუშავებული და დაპატენტებული მართლაც უნიკალური პროგრამა ბიუჯეტის დანახარჯების გარეშე საგადასახადო თამასოქების ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პროგრამა. ეს ორი პროგრამა წარმოადგენს ერთიან კომპლექსურ პროგრამას და ერთი პროგრამის დაფინანსება ამოქმედებით ავტომატურად უფასოდ ამოქმედება მეორე პროგრამა, რის შედეგადაც მცირე მეწარმეობის ჩვენი პროგრამის 20 მილიონი ლარის დაფინანსების შემთხვევაში შეგვიძლია საქართველოში 2-3 წელიწადში მოვაგვაროთ მცირე მეწარმეობის დაზარალებული მიანაბრეების დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის 4 უმწვავესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები. უფრო მეტიც, მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურების ჩვენი პროგრამით საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე შესაძლებელია მოვაგვაროთ ყველა სახის დაზარალებულის, მათ შორის 2004-2012 წლებში ნაციონალების მიერ 17,000 ქონება და ბიზნეს წართმეული ადამიანის ზარალის ანაზღაურებას. ეს უმძიმესი პრობლემა კი ყველაზე უფრო თავსატეხია დღეისათვის გადაქცეულია ყველაზე მეტ თავსატეხად დღევანდელი ხელისუფლებისათვის და ამ პრობლემის მოგვარებაზე დროებით ოარის თქმა და შესაბამისი კომისიის მუშაობის შეჩერებაც სწორედ საბიუჯეტო ფინანსების უქონლობით იყო განპირობებული. ჩვენი პროგრამით კი სახელმწიფოს ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება გახდება შესაძლებელი. ყოველივე ზემოთქვულიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას პირადად ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან, სადაც დაწვრილებით მოვახსენებთ საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ჩვენი პროგრამების პრაქტიკული რეალიზაციის გზებზე და იმედია მივახცევთ ურთიერთგაგებასა და ურთიერთშეთანხმებას. სხვათა შორის ამას მინდა დავუმატო, რომ ჩვენს ასოციაციას აქვს გაფორმებული უკვე 10 წელიწადზე მეტია მემორანდუმი მრეწველთა კავშირთან, მრეწველთა პარტიასთან უпростоრად და ამჟამად ბატონი გოგი თოფაძე, რომელსაც ამ დღეებში მქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი მქონდა და შეხვედრები მქონდა, დაგვირდა, რომ პირადად გაგვიწევდა ლობირებას, რათა ეს შეხვედრა ბატონ ნოდარ ხადურთან შედგეს. ამიტომ მე ამის შემდეგ უფრო მეტი იმედი მომეცა და ჩვენი შეხვედრა იმედია გაიმართება ბატონ ნოდარ ხადურთან და ბევრ რამეს ჩვენ ამ ურთიერთგაგებით ქართველი ხალხის და განსაკუთრებით მცირე მეწარმეების სასარგებლოდ ბევრ რამეს მივახცევთ. აქვე მინდა განსაკუთრებული თემა, აი თქვენ ჟურნალისტები ხართ ეხლა, რომ ყველაზე მეტად აქტიურად თქვენ იცით, რომ მუსიერებს დღეს ის განცხადება, რაც გააკეთა იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეა წოლოკიანმა. და თქვენ იცით, რომ გადადებული არის და სხვათა შორის ვადაც არ იყო ნათქვამი და ამიტომ ააღელვა მთელი საქართველოს მოსახლეობა, რომ აი ის დაზარალებული ბიზნესმენები, პოლიტპატიმრები, რომლებიც ითხოვენ განაჩენების გადახედვას და გაუქმდა ზუსტად ამ განაჩენების გადახედვის კომისია, ამან გამოიწვია დიდი ნებათა ღელვა. იცით, რომ 200-მდე პატიმარი
საპატიმროებში შიმშილობენ, ორმა მათგანმა ვენებიც კი გადაიჭრა, კანცელარიასთან იყო ინფორმაცია, რომ დაიწყო შიმშილობა 15 დეკემბერს პირველ საათზე, მე მგონი თუ არ ვცდები, დანიშნული აქვს ცნობილი უფლება დამცველს კაკაბაძე ნანას, აი ამ დაზარალებულთა იქ შეხვედრები და მოკლედ შესაძლებელი არის, რომ მოხდეს პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება ისედაც მყიფე ეკონომიკური სიძნელეებში დაძლევაში, ესე იგი ეკონომიკურ დესტაბილიზაციაში და ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმართავთ ქალბატონ თეატოლუკიანს, გაუგზავნეთ ჩვენ ოფიციალური წერილი, ასეთივე ოფიციალური წერილები გაგზავნილი არის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან, პარდონ ირაკლი ღარიბაშვილთან და ჩვენ გვინდა უბრალოდ დავეხმაროთ. ამ ჩვენი დაპატენტ სხვადასხვა ეს ჩვენი პროგრამები, როგორც წინამეწარმეობის, ისე სანაზღაურების არის დაპატენტებული გვაქვს და ჩვენ ვართ მისი ავტორები. და ჩვენ გვინდა დავეხმაროთ იმით, რომ ისინი რომ ფიქრობენ და ქალბატონი თეატოლოგიანის რომ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დააწვება ბიუჯეტს და ამიტომ არ იწყებენ ამ საქმეების განხილვას, მე მას ვაძლევ პირობას, რომ თუ ხელისუფლება გამოხატავს პოლიტიკურ ნებას და მიიღებს აი ამ ჩვენ პროგრამას, სავსებით შესაძლებელია, რომ აი ამ ბიზნესმენებიდან უმრავლესობამ მიიღოს ჩვენი შემოთავაზება და საბიუჯეტო ხარჯების გარეშე მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. ამის მაგალითად მე შემიძლია მოვიყვანო ერთ-ერთი ბიზნესმენის, აგრეთვე პოლიტპატიმრის უბრალოდ კი არა ძალიან ბრალიანი მაგალითი, რომელიც თანახმა არის, გაიაზრა მან კარგად, რომ ამ საგადასახადო თამასუქებით შეიძლება ახალი ბიზნესის აწყობა და იმ ზარალის ანაზღაურება ისეთნაირად, რომ არ შევეხოთ ბიუჯეტს და თავისი ზარალი, თავისი წარმატებული ბიზნეს აქტივობით, სადაც გამოყენებული იქნება საგადასახადო თამასუქები და როდესაც ის დაიწყებს წარმოებას ბიზნესს, წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს, ესე გადასახადებს, ის თავისი საკუთარი ფულით კი აღარ გადაიხდის, დაფარავს აი ამ საგადასახადო თამასუქებით. აბაზე არის ძალიან ბევრი თანახმა, როგორც დაზარალებული მიანაბრე, ასევე დაზარალებული კოოპერატივების აი ამ კუთხით დაზარალებულები, აი ობლიგაციებით დაზარალებული და სხვადასხვა შორის არის ასეთი 11 სახის დაზარალებული, რომელთა ვალი 1998 წლიდან აღებული აქვს ხელისუფლებას 1.2 მილიარდი ლარი და დღემდე ვერ იხდის აი ამ ვალს და არის ჩვენი მოსახლეობის წინაშე ამ ვალდებულების გადახდის გარეშე. ჩვენ კი ვთავაზობთ ისევ ჩვენს აი ამ პროგრამით შეიძლება აი ამ ვალის გასტუმრებას. ეხლა ეს მაგალითი როგორი არის? ეს არის ზაალ ჟვანია, ცნობილი ბიზნესმენი იყო თავის დროზე, რომელმაც თავისი ალალი ბიზნესით მიაღწია იმას, რომ დააგროვა თავისი კაპიტალი, რომლის და სახელმწიფოს დაუგროვდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი იყო, აი ნუგზარშევარდ ნაძემდე იყო ესეთი, რომ გახსნილი ნავთობის, ბენზინის შემოტანი იმპორტიორი და მას სხვა ბიზნესებიც ჰქონდა, მრავალმხრივი პროფილი ჰქონდა მას და ის კომპანიას და სახელმწიფოს დაუგროვდა 18 მილიონი ლარი. მისი ვალი ეს იყო აღიარებული სხვადასხვა სასამართლოების მიერ და საბოლოოდ იყო წარმოიდგინდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღიარებული 2003 წელს. და როდესაც უკვე დადგა აი ამ საკონსტიტუციო სასამართლოს მაღლა იცით არავითარი სასამართლო და არავითარი ორგანო აღარ არის და არაფერი აღარ მოქმედებს, უნდა დამდგარიყო მისი გადაწყვეტილება და გენერალური პროკურატურის ბრძანებაც იყო, რომ როცა შეფერხდა ამის გადახდა, რატო ფერხდებოდა და დაავალა და უკვე ის ვინც ამას აფერხებდა, უნდა დასჯილიყო, უკვე სისხლის სამართლის უკვე დანაშაულია უკვე ესა, როცა აღსრულებაში არ წავიდა ესა, ამ დროს შემოვიდნენ ნაციონალები. და მოთხოვეს აი ამ ბიზნესმენს, ამ ბატონ ზალს, რომ თავიანთი აი ამ ვალზე სახელმწიფოს წინაშე 18 მილიონზე ეთქვა უარი. ამ გასმა უარი არ თქვა, თავისი ცხოვრება 10 წლის განმავლობაში, რაც იწვალა და რაც
დააგროვა ამაზე, რა თქმა უნდა, ვაჟკაცი კაცი იყო სხვა და არის ახლაც არის, მართლა დიდხანს აცოცხლოს და ვარი თქვა სტაცეს ხელი ამ ჩვენმა ნაციონალებმა რაღაცა თაღლითობა თუ რაღაცა გამოუგონეს ჩასვეს ციხეში მიუსაჯეს 6 წელიწადი და უთხრეს მოგვიწერე ხელი და ვარი თქვი ამ 18 მილიონ ლარზე თორემ უფრო ვარესღეში ჩავარდებიო ამან კიდევ ვარი თქვა დაუჭირეს ჯერ ერთი შვილი ბიჭი 2 წელიწადი მიცეს მერე მეორე ბიჭის დაუჭირეს ის რაღაც ხულიგნობა გაუფორმეს და მიცეს 6.5 წელიწადი გაუბედურეს მოკლედ ოჯახი გაუყიდეს მანქანა გაუყიდეს ერთი სახლი და ერთი სახლი დარჩა ბოლოს შემდეგ გამოვიდა პოლიტპატიმარი როგორც პოლიტპატიმარი დღეს ახლა უბედურება ეგ არის რომ ის სააკაშვილის დროინდელი სასამართლოს წაყენებული ყადაღა დადებული და რომელიც თვითონ სააკაშვილის ხელისუფლებამ შეატყო რომ ძალიან შეიჭრა და აღარ შეიძლებოდა ამდენი უბედურების დაწევა ერთი ოჯახზე ეს ბინა საცხოვრებლად დატოვებული ჰქონდა დღეს მოუვიდა შეტყობინება რომ ეს საცხოვრებელი ბინაც გააქვთ აუქციონზე წარმოიდგინეთ თქვენ ეს ამ დღეებში მოუვიდა და ამ კაცმა მოგმართა ჩვენ ამ პიროვნებამ და მიმართა ყველას დაწყებული ახალი პრეზიდენტი და პრემიერი ყველას მიმართავს მოკლედ და ეს კაცი ახლა რას იძახის კი ბატონო მას ეუბნებიან რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გინდა იყოს სააკაშვილის და გინდა იყოს დღევანდელი ხელისუფლების ეს უნდა შესრულდეს და ამიტომ სახლი უნდა იმას ქნას ჩაბარდეს კი ბატონო მე ვარ შემსრულებელი წაიღეთ ჩემი სახლი მაგრამ იმ სასამართლოზე მაღლა დგას საკონსტიტუციო გადაწყვეტილება და მომეცით 18 მილიონი თანახმარის ეს კაცი აი ამაზე მიდის ახლა დავა და ეს კაცი აი ეს პიროვნება თანახმა არის რომ ამ ჩვენი პროგრამით მიიღოს არა სახელმწიფოდან 18 მილიონი ლარი არამედ 18 მილიონის საგადასახადო თამასუკი და ასეთი ძალიან ბევრი გვაკითხავს ჩვენ და ეს მიიღოს შეძლებაში დღევანდელმა ხელისუფლება ა